ყოველ დღე ჩვენს ქვეყანაში თავისუფლების ხმები იკარგება და ჩვენ ვიბრძვით გამაყრუებელი სიჩუმის წინააღმდეგ. სადაც კითხვები წყდება და პასუხები აღარისმის. ბატონო ირაკლი, უნდა გაიფარო? მოიგე. მითი დამშეთ. რატო გნება რომ ვიგებ? ჩემს ოპერატორს რატო ვეხ? ამ ხელისუფლებისთვის სიმართლე იქცა მტრად. სიმართლის ძებნა კი ჟურნალისტებისთვის ყველაზე საშიშ საქმედ. თავისუფალი სიტყვა დუმდება იქ, სადაც იწყება შიში. ჩვენთვის კი ეს პროფესია არის ის, როდესაც არ გეშინია დასვა კითხვები და იპოვო პასუხები. პასუხები გაქვთ გასაცემი. დამადე ნამში დამიჭირე გვარი მძამიყვა. არაპატიებთ ყურებს დააჭრით. ჩვენ პოულობთ ჭრდილში დამალულ ადამიანებს, ვინც რეალურად დგას კორუფციის, ძალადობის და უსამართლობის უკან. იშვებენ ციხეში კორუფციის გამო. არა მხოლოდ დეპუტატები, ბატონო კახი. მოქალაქე რატომ სცემეთ? როგორ აღმოჩნდით ქართული ოცნები და გითხარით რომ არ გასუხოთ. წლებს მოაქვს გამოცდილება და ახლა უფრო მეტი გამოცდილებით ვიწყებთ ახალ სეზონს. ჩვენ ვიპოვით მეტ ამბავს, რომ თქვენ იცოდეთ, ვის ხელშია ეს ქვეყანა. რატომ ინახავთ ქეშად სეიფში ფულს? სად წაიყვანა ხარება მეს ხალხი თრიას? ბატონი ბიძინა პირადი ჯებიდან მოვისმენთ განცვალე. ვისგან მიგებრძანება ყობახიძის გარ ვინც ხმას იღებს ის ხელისუფლების მიზანში ექცევა, რადგან ყველას დადუმება მათ უპირველეს ამოცანად აქციას. თქვენმა შვილმა რატომ ესროლა იარაღი მეორე? თქვენს კარტიეზე და როლექსზე ალაპარაკოთ მოვედით. ჩანელსაც ვიყიდე კრისტიან დიორსაც ძალიან ტვინიანი ხალი ვარ. მილიონი ლარი გიორგი მიქაუძე. კითხები არ გაქვს. ვისი სია იგი? საიდან ამოიღეთ? აქ ხედავთ უფრო მეც, გვესმის უფრო მეტი, გიჩვენებთ უფრო მეც. ტენდერის გარეშე როგორ იწყება? ბოლო გაფრთხილება მიბრძანდით. შესაწყალებელთა სია, ვინ დაგიწერათ? როგორ დაიხურა საქმე ისე, რომ პასუხისგებაშიც არ მიცემულა? დუმილი მათი იარაღია, ხმა ჩვენი. ამიტომ ყოველ შაბათს საღამოს 8 საათზე ჩვენ ისევ ხმამაღლა ვილაპარაკებთ ამბებზე, რომელსაც თქვენ გიმალავთ.